გამარჯობა ჩემო ცურფასო თანამემამულენო. Ბევრში გიროცავთ 100,000 მოწამის დღეს, ზეციური საქართველოსთან შეგვწევთ. დღეს მე ვიმყოფები შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიაში. მოგეხსენებათ ჩვენი ქვეყნის ისტორია, როდესაც წმინდა გიორგი ხილულად იბრძოდა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, სიცოცხლისათვის, ყოველი გოჯი მიწისათვის ეხმარებოდა ჩვენს ჯარს. წინ გაუძღოდა და ჩვენ ზუსტადაც უნდა დავაფასოთ ჩვენი გმირი წინაპრები, ჩვენი წმინდანები და ზუსტად მათი სახელის სადიდებლად უნდა ვიბრძოლოთ. ვიბრძოლოთ თუნდაც ყოველი გოჯი მიწის დასაცავად. მოგეხსენებათ უახლოეს მომავალში იგეგმება ორი არაბული ქალაქის მშენებლობა. ორი არაბული ქალაქი პირდაპირ მნიშვნელობით იქნება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯი, რომელიც ძალიან ცუდად იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამიტომაც მინდა მივმართო ქართულ ოცნებას და ყველა მათ ლიდერს, რომ გონს მოიგეთ, აქვე ვისარგებლოთ მომენტით და დებატებში ვიწვევ ნებისმიერი ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ლიდერშიპიდან ნებისმიერ წარმომადგენელს და საჯაროდ განვიხილოთ ნებისმიერი დეტალი, რაც თუნდაც ცნობილია მარტო იმითაც კი გაჯობებთ დებატებში გულწრფელად გეტყვით. იმიტომ რომ მართლა ჩემი ერისთვის მიცგერს გული. ამავდროულად მინდა მიმართო საპატრიარქოს დიდი თხოვნით, რომ მოუწოდონ ერს და ჩაუდგნენ სათავეში. წინამძღოლობა გაუწიონ, რათა შვიდობიანად მოხდეს შენარჩუნება ქართული მიწა-წყლის, თორე საქართველოს ისტორია არის ფაქტი იმისა, თუ რა შეუძლია ქართველ ერს, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ არა მარტო სიტყვით, არამედ ქმედითი ნაბიჯიც ისეთი აქვთ, რომ მართლა მტერსაც რომ არ უსურვოთ. ამიტომაც გაიღვიძათ ჩემო თანამემამულენი. უახლოეს პერიოდში გამოცხადება დრო და თარიღი ჩვენს მიერ მამული ენას არწმუნების მხრიდან, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი დღე. ყველაფერს ისე ვაორგანიზებთ, რომ არ გვინდა ეს ყოველივე მოხდეს მხოლოდ პოპულიზმში. არამედ ჩვენ გვინდა ქმედით ნაბიჯი ისეთი გადავდგათ, რომ ქმედება მოიტანოს შედეგი. ამიტომაც გავერთიანდეთ, გადავაზიაროთ ჩემი გვერდით, მამული ენას არწმუნების გვერდით, გამოგვიწევთ თვალყური გვადევნით. თუ იმას სრული გექნება, შეგიძლიათ შევამეხმიანოთ 555 70 83 83. დიდება უფალს, მშვიდობა საქართველოს და გამარჯვება ქართველ ერს.